ასევე შევეხეთ, რა თქმა უნდა, სანქციებს, რომლებიც დაწესდა სხვადასხვა ქვეყნის სტრუქტურების მხრიდან ქართველი მოსამართლეების მიმართ. და კიდევ ერთხელ შემიძლია აღვნიშნო ის, რომ ეს ყველაფერი არის ტრაგიკული იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აწესებენ სანქციებს. კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ჯონ ლოკის ქვეყანაში, ინგლისში, დიდ ბრიტანეთში აბსოლუტურად გაუგონარი მოვლენაა ეგრეთ წოდებული გონივრული ეჭვის საფუძველზე ისეთი სანქციების დაწესება, რომლებიც თავისი არსით უთანამდებდა სისხლის სამართლებრივ სანქციებს. უბრალოდ წარმოუდგენელი რამ იქნებოდა ეს რამ დაახლოებით 20 წლის წინაც კი 30 წლის წინ მით უმეტეს გასულ საუკუნეებში კიდევ უფრო მეტად რა თქმა უნდა ასეთ მოვლენებს ჩვენ დაუპირისპირდებით იმით რომ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცებთ სასამართლოს დამოუკიდებლობას. ამას ალტერნატივა არ აქვს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი. შესაბამისად, აგვიქნებით მაქსიმალურად პრინციპული. თქვენ ახსენეთ, რომ ბრიტანული სანქციების გამოცხადებიდან 2 დღეში თქვენი სტუმრობა და შეხვედრა სასამართლო ხელისუფლებასთან რა პოლიტიკური გზავნილია მათ შორის იმ ადამიანებისთვის, ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება, იმ სახელმწიფოებისთვის, საიდანაც მოდის ეს სანქციები. ჩვენი გზავნილი არის ის, რომ დღეს სასამართლო არის დამოუკიდებელი და ყველაფერს გავაკეთებთ სასამართლოს დამოუკიდებლობის დასაცავად. კიდევ ერთხელ შემიძლია შეგახსენოთ, რაც ხდებოდა საქართველოში 2012 წლამდე, კონკრეტულად მართლმსაჯულების სისტემაში და როგორ შეიცვალა სისტემა 2012 წლის შემდეგ. აქ სტატისტიკაზეც გქონდა მე საუბარი, რაც გავიხსენე. ორჯერ, სამჯერ, ზოგიერთ შემთხვევაში 20-ჯერაც არის დაახლოებით გაუმჯობესებული სტატისტიკა. იგივე სტრასბურგის სასამართლოში მიუხედავად იმისა, რომ შეცვლილია ბუნებრივი სამართლებრივი კულტურა, ამაღლებულია სამართლებრივი კულტურა, სამჯერ ნაკლები საქმეები მიდის ქართულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში. ეს არის უკვე უტყუარი მტკიცებულება, არა მარტო იმისა, რომ რადიკალურად გაუმჯობესდა 2012 წლის შემდეგ ვითარება სასამართლო სისტემაში, რომ ეს არის ასევე მტკიცებულება იმისა, რომ დღეს ქართული მართლმსაჯულება ფუნქციონირებს ჯანსაღად, თვისებრივად ჯანსაღია ქართული მართლმსაჯულების სისტემა. და აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ ის ძალები, კონკრეტულად ვამბობ ამას, მათ შორის ბრიტანულ სანქციებთან მიმართებითაც, ის ძალები თუ ის ძალა, ეგრეთ წოდებული deep state იგულისხმება ყველაფერში, ის ძალა, რომელიც იწონებდა 1000 გვარ მანკიერებას და სიმახინჯეს ქართულ მართლმსაჯულებაში 2012 წლამდე, დღეს იწუნებს ჯანსაღ სასამართლო სისტემას. აქ არის პირდაპირი ლოგიკა. დღეს ვინც მოქმედებს ბრიტანეთის სახელით, ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფის მიზნით, იგივე ძალა 2012 წლამდე ბოლომდე მფარველობდა იმ სიმახინჯეს, რაც საქართველოს მართლმსაჯულებაში მოქმედებდა. ეს არის ლოგიკური მოვლენა. კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ მართლმსაჯულების სისტემაში? ამბობს, რომ რეპრესიების საქართველოს პატიმრების გათავისუფლებისკენ არის მოწოდება საფრანგეთის ელჩის მხრიდან და როგორ ფიქრობთ, საფრანგეთში არსებულ ვითარებას თუ გავითვალისწინებთ ბოლო დროს, რატომ არის დაინტერესებული ელჩი ისევ საქართველოში მომხდარა საქმეში? მე მგონი საფრანგეთის ელჩმა უნდა მიხედოს პირველ რიგში თავის ქვეყანას. თქვენ ხედავთ რა ხდება საფრანგეთში, ხო? არის ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელსაც აქვს გამარჯვების სერიოზული შანსები და მას აუგვეთეს არჩევნებში მონაწილეობა. და ამ დროს ჩვენთან მიმართებით აქვთ შენიშვნები ისეთ საკითხებზე, რაც საერთოდ არავითარ შენიშვნას არ ემსახურებს. თვითონ საკუთარ საქმეებს მიხედავთ, ჩვენ არ ვაკეთებთ განცხადებებს იმის შესახებ თუ რა ხდება საფრანგეთში. ყველამ უნდა პატივის წეს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და არავინ არ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნის საქმეებში. მით უმეტეს, როდესაც ამას აკეთებს დიპლომატი ელჩი, ეს არის ვენის კონვენციის პირდაპირი დარღვევა. ჩვენი ელჩები ასეთ რამეს არ აკეთებენ. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში არაერთი მანკიერება ვიხილეთ მთელი ამ წლების განმავლობაში, დღეს აბსოლუტურად ურიდიგო ხელისუფლება ყავს საფრანგეთს. ამის მიუხედავად ჩვენ არ ვსაუბრობთ ამ თემებზე. ნურც ისინი ჩაერევიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაში, მით უმეტეს ნუ გააკეთებენ ამას ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. ზაზა შათელიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით კითხავთ, მე გიბოდი შეერთწამი. ამ შემთხვევაში ისაუბრებს deep state-თან დაკავშირებით, ამბობს, რომ
კონკრეტული ნაბიჯები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არ გადადგმულა საქართველოსთან მიმართებით. ამ შემთხვევაში ისევე ყურადღებას ამახვილებს ამ deep state-თან დაკავშირებით და გლობალური ომის აქტივებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში თქვენი პოზიცია როგორია და ასევე საინტერესო როგორი იქნება ამერიკასთან გადაწყვეტის პოლიტიკა. ჩვენ შევდადვალოდებით მოვლენების განვითარებას. ჩვენ არჩევნები როცა დარდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რა თქმა უნდა, უარეს სცენარზეც ჰქონდა გათვლილი და ეს უარეს სცენარი იქნებოდა იგივე, ასე ვთქვათ, მართლობის დარჩენა ხელისუფლებაში, რაც მანამდე მოქმედებდა. ამ სცენარისთვისაც კი ვიყავით ჩვენ მზად, აბსოლუტურად მზად. ვერც ამ სცენარის პირობებში ვერ შეარყევდა ვერავინ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. ახლა უკვე მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა ტრამპის არჩევამ. თავი შედეგი არის ის, რომ საზოგადოებამ ძალიან ბევრი რამ სხვანაირად გაიგო. უკვე ხედავთ, რომ ახალი ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებში საუბრობს იგივეს წინა ხელისუფლებაზე, რასაც ჩვენ საუბრობდით 4 წლის განმავლობაში. ეს უკვე ძალიან ხელშესახები შედეგია, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. რაც შეეხება სამომავლო განვითარებას, ვნახოთ. ჩვენ ყველაფრისთვის ვართ მზად, არის ორი შესაძლო სცენარი. ერთი სცენარია, რომ ტრამპი ამარცხებს deep state-ს, ამ შემთხვევაში ეს არის ჩვენთვის, რა თქმა უნდა, კარგი სცენარი, რაც ხელშეუწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, მაგრამ თუ ტრამპი ვერ დაამარცხებს deep state-ს, ამ შემთხვევაში არის რისკი იმისა, რომ ისევე გაგრძელდეს მოვლენების განვითარება, როგორც ეს გრძელდებოდა გასული 4 წლის განმავლობაში. ჩვენ ორივე სცენარისთვის ვართ მზად, ვერც ერთი სცენარის პირობებში ვერავინ ვერ შეარყევს ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით კითხავთ 31 სეკუნდა. ზოგადი კრიტერიუმი ყოველთვის არის ერთ და იგივე, ეს არის ორი ძირითადი კრიტერიუმი. ეს არის პირველ რიგში კომპეტენცია და მეორე არის ხელისუფლება და ამ კუთხით ორივე კუთხით ანდრო ხანაშვილი არის აბსოლუტურად გამორჩეული. ეს არის ძალიან კომპეტენტური, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და მრავალმხრივი და მრავალფეროვანი გამოცდილება და ეს არის უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანი და ეს კრიტერიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. არა მარტო კარგი კანდიდატია და ძალიან კარგი კანდიდატია ანდრო ხანაშვილი ამ თანამდებობისთვის, უსის ხელმძღვანელობისთვის, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობისთვის, არამედ ის არის ყველაზე მეტად შესაძლებელი, მეც კი მახსენდება ყველაზე მეტად შესაძლებელი კანდიდატი ამ თანამდებობისთვის, გამომდინარე მისი გამორჩეული კომპეტენციიდან და მისი გამორჩეული კეთილსინდისიერებიდან. მინდა მას წარმატებები უსურვა შემდეგი 6 წლის განმავლობაში. მე მინდა გითხოთ ესტონეთის საგარეო საქმე. 31 მარტს ჰქონდა მას სიტყვით გამოსვლა, სადაც საზოგადოებამ გააკრიტიკა ის, ასევე ოპოზიციამ ეს გააკრიტიკა. რა ხდება ახლა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, განსაკუთრებით კი ოპოზიციის მე მქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ინტერვიუ რამდენიმე დღით ადრე და შეგიძლიათ ნახოთ ეს ინტერვიუ, მაშინ ვამბობდით, რომ deep state-ს უკვე დაგეგმილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის ჩამოწერა ქართული პოლიტიკიდან და რაც ვიხილეთ 31 მარტს არის რეალურად ამის გამოხატულება. ბევრად თქვენ ნახეთ, რომ ისე ოპოზიცია დაუპირისპირა სალომე ზურაბიშვილის deep state-მა. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, ანუ სალომე ზურაბიშვილს როგორც უკვე ვადაგასულ პროდუქტს ჩამოწერენ ქართული პოლიტიკა. ბატონო ირაკლი, მინდა გითხოთ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე საკანამ თქვა, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე უკვე უნდა დაიწყოს პროცედურები მოსახლეობისთვის და ამას არ სჭირდება კვალიფიციური უმრავლესობა. 57 წევრი 15-ის თანხმობა საკმარისი ამ პროცედურის წამოსაწყობად. რამდენად რეალურად ფიქრობთ, რომ შეიძლება ეს სცენარი განხორციელდეს და რა არის ამის მიზანი, რომ გაბრაზებული მოქალაქეები მერე თუ შეწყდება უვიზო მიმოსვლა და უპირისპირდნენ ხელს. აი რა იკითხება ამ პოლიტიკური სვლის მიღმა. ეს კონკრეტული გაცილდენად არასერიოზულია, რომ ასე ვერ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს. ნუ რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციას, მე ვფიქრობ, რომ აქ რაიმე სულელებს არ უნდა ველოდოთ. ნუ ეს არის ერთ-ერთი deep state-ის დავალების შემსრულებელი, რომელიც ახმოვანებს ხოლმე რაღაც თავისი აზრით დამაშინებელ გზავნილებს, თუმცა ამით საზოგადოება არც ერთი გასული წლის განმავლობაში არ შეშინებულა და არც მოგვიანებით შეშინდება საკრამაც თავის საკუთარ ქვეყანას უმეტეს. ანუ ვფიქრობთ, რომ ვიზა ფრის შეჩერება არ დგას დღეს რეალისტური არ არის. აბსოლუტურად არარელევანტურია დღეს საკითხი არის უბრალოდ რაღაცა
მოგებულ დავალება, რომელიც საგარეო მინისტრმა შეასრულა ესტონეთში. ბატონო ირაკლი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დატოვა პოსტი, საკმაოდ მოულოდნელი იყო დღეს დილით მისი განცხადება, თუ არის ან მოიაზრება ვინმე, ვინც ჩაანაცვლებს თორნიკე რიჟვაძეს და ასევე სად შეიძლება მიხილოთ თორნიკე რიჟვაძე. Ну, ბოლო თემას რაც შეხება ჯერჯერობით ვერ გეტყვით, ჩვენ გვექნება ყოველთვის დაკავშირებით კონსულტაციები, მე გუშინაც გქონდა საუბარი თორნიკე რიჟვაძესთან. მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, მე მას მინდა მადლობა გადავუხადო, მაგრამ გაკეთდა აჭარაში 100 წლების განმავლობაში და მას ამისათვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. რაც შეხება მომავალში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, დიდი ალბათობით დღეს წარვადგენთ პრეზიდენტთან ერთად ახალ კანდიდატურას, გვაქვს ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციები, ასევე შეასრულა კანდიდატთან კონსულტაციები და დიდი ალბათობით დღეს უკვე წარვადგენთ კანდიდატს, წინ არ გავუსწრებ მოვლენებს, დღეისათვის შეიძლება შედგეს უკვე ოფიციალური წარდგენა. შესაძლოა თუ არა კიდევ იხილოს საკადრო ცვლილებების საზოგადოება. ზოგადად საკადრო ცვლილებები არის ჩვეულებრივი პროცესი, ზოგადად რა თქმა უნდა შესაძლებელია, დანარჩენ საზოგადოება გაიგებს, როცა ამის დრო დადგება. საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით გითხოთ, ბადრი ჯაფარიძე იყო დაბარებული, თუმცა მან უარი განაცხადა, ესე ვთქვათ, მონაწილეობის მიღებაში, ახალ პროცესებმა გადაინაცვლა უშუალოდ პროკურატურაში, სადაც უნდა წარედგინოს მას ბრალი. აქვე ისიც უნდობლობას უცხადებს ჯაფარიძე პროკურატურას და მაგისტრი მოსამართლის წინაშე, ასე ვთქვათ, თანახმად. Ну, სინამდვილეში ამ ადამიანებს არაფერი აქვს საქმელი. თქვენ იცით, რომ ისინი საკმაოდ ძიმე ქმედებებში არიან მეჭმიტანილი, განსაკუთრებით წინა ხელისუფლების ბიროებში, თუმცა არა მარტო მაშინ, დღესაც ხედავთ, რომ ისინი არიან მთლიანად ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით დაკავებული. თავი მიზეზი, რადგან არ მიდიან ისინი პარლამენტში, სახელმწიფო კომისიაში, არის ის, რომ მათ არ აქვთ პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც აუცილებლად დაისვენდა სახელმწიფო კომისიაში.